მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ახალ ამბებს 4 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ხუდუშაურის კლინიკაში მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა სასჯელ აღსრულების მინისტრმა. სოზარ სუბარის განმარტებით კლინიკაში ინციდენტი ღამის 3 საათზე მოხდა. საავადმყოფოში 3 პატიმარი იმყოფებოდა, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქსნის ციხიდან მე-6 დაწესებულებიდან და ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ინციდენტი პატიმრების მიერ მედპერსონალის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა, რა დროსაც ბადრაგმა სიტუაციის განმუხტვა სცადა. პატიმრებმა მინებით ჩაამტვრიეს და თვით დაზიანებები მიიღეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი 48 წლის ბადრაგი ჯამბულ ხომარაული, რომელიც ინციდენტისას კლინიკაში იმყოფებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. მას 4 შვილი დარჩა. წინასწარი მონაცემების ის გარდაიცვალა გულის შეტევით, ის მიმართ არ ყოფილა არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ის გარდაიცვალა მიუხედავად იმისა, რომ რამ გამოიწვია სიკვდილის გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, იმიტომ რომ ის იმ დროს იქ იმყოფებოდა როგორც ბადრაგის თანამშრომელი და აბსოლუტურად თავის მოვალეობას. მისი პირდაპირ კავშირი ესე ძალიან დაადასტურა იმ ინციდენტთან, რაც მოხდა, იმიტომ რომ გულის შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს ადამიანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ასრულებდა თავის მოვალეობას, თავის სამსახურებრივ მოვალეობას და ბუნებრივია ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ მის ოჯახის დასახმარებისთვის, მას ჰყავდა 4 შვილი და დახმარებით ამოჯერს და ამ დროს ჩვენ თანამშრომლობას უცხადებთ. ხუდუშაურის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გარდაცვლილი ბადრაგი ჯერ პროზექტურაში, შემდეგ კი სახლში გადაასვენეს. ინციდენტი ღამით მოხდა. სახელდებოდა ვერსია, რომ ბადრაგი გულის შეტევით გარდაიცვალა. კლინიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კლინიკაში მყოფი პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც მედპერსონალით შეესწრო. პატიმრები ხუდუშაურის კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს და მათ ზედამხედველობას 10-ზე მეტი ბადრაგი უწევდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და ინციდენტის დამსწრე ყველა პირი, მათ შორის მედპერსონალი, დაკითხვაზე იმყოფება. მედპერსონალი აცხადებს, რომ დარბეულია პალატა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი, გარდაიცვალა ბადრაგის ერთ-ერთი თანამშრომელი. მედმუშაკებიც, სამედიცინო პერსონალიც, თვით ბადრაგიც, ვინც მონაწილეობდა ამ ინციდენტში და ვინც თვითმხილველია ამ ინციდენტის, მოდით ასე ვთქვათ, აძლევენ საგამოძიებო ღონისძიებებში ღებულობენ მონაწილეობას და ალბათ მათი ინფორმაციის შემდეგ გახდება ცნობილი ამ ფაქტთან დაკავშირებული დეტალები. აკაკი მინაშვილს პროკურატურა მოწმის სტატუსით კითხავს. უმცირესობის წევრი სამართალდამცველებმა 2 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შენახვასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. დაკავებამდე კი გუნავასთან ერთად არსებული ინფორმაციით აკაკი მინაშვილიც იმყოფებოდა. პროკურატურა კი უკვე დატოვა ვალერი გელაშვილმა, რომელიც ასევე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული დაკითხვაზე პროკურატურაში. გიორგი ფუტკარაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გიორგი, რა საკითხთან დაკავშირებით იყო დაბარებული ვალერი გელაშვილი? რა ინფორმაციის მოპოვება შეძელი? დაახლოებით 1 საათია, რაც ვალერი გელაშვილმა გენერალური პროკურატურა დატოვა. გელაშვილი დაბარებული იყო 2005 წელს მისი ცების ფაქტზე. კერძოდ გელაშვილი ამბობს, რომ პროკურორს ესაუბრა მაშინდელ ინციდენტზე და განაცხადა, რომ მისი ცება დაიგეგმა უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალჩინოსანი, მათ შორის იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი ვანო ბერაბიშვილი, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ამასთან ვანო ბერაბიშვილმა, როგორც გელაშვილი აცხადებს, უშუალოდ ერეკლე კოდუას დაავალა სპეცოპერაციის მოწყობა და მასზე თავდასხმა. საქმეს გადავხედეთ და რა ჩვენებები იყო, ვისი რა ჩვენებები განვიხილეთ და უბრალოდ დაიწყება ახლა ვიყო მოწმობის დაკითხვა. თქვენ არ მიგიციათ ჯერ? არა, ჯერ ძირითადად ჩვენება არ მიგიცია, მაგრამ რაც პირველი ჩვენება იყო, ის გავიარეთ ჩემი ჩვენებები. ანუ პირველი ჩვენება დაადასტურეთ თქვენ ახლა? კი. და ეს მაშინ ხელახლა მიცეთ გამოძიებაში და რა სახის ჩვენების მიცემას აპირებთ ახლა უკვე ამ ახლა? ნუ რაც ადრეც იყო, ახლა შეცვლა არაფერი არ შეცვლება, ეს იყო დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში. და თქვენ მიცემთ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ უშუალოდ ჩვენებას? ეს ადრეც მიცია და ახლაც მიცია. ბატონო, და რას უკავშირებთ თქვენ? ეს იყო რეზიდენციის შენობასთან დაკავშირებით. ბატონო ვალერი, შემსრულებლები თუ არიან უკვე? კი, ეჭვიც არავინ არ არის პასუხებაში. პასუხებაში შემსრულებლებიც რო იყვნენ, მიხეილ სააკაშვილიც იქნებოდა ციხეში. შემსრულებლები ვინ არიან? კუდის თანამშრომლები.
ახლა ამ დროინდელი დაკითხვაზე იმყოფება აკაკი მიდაშვილი. მიდაშვილი მოწმის სტატუსით არის დაბარებული თენგის გუნავას საქმეზე, როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი თენგის გუნავა იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე დააკავეს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ სამხილები არის გაყალბებული. შესაბამისად, ამ საკითხზე უკვე 2 საათია აკაკი მიდაშვილი იკითხება, ვინაიდან ის იყო ბოლო ადამიანი, რომელმაც თენგის გუნავა დაკავებამდე სახლში მიიყვანა. ეს ადამიანი თავის საქმიანობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო სამაგალითო პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის ძალიან აქტიური იყო ოკუპანტის ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაახლოებით 2 კვირაა მუდმივად არის ჩვენს ირგვლივ, რაც ბუნებრივი ინფორმაციას მივაწვდი, მათ შორის იმ დღესაც, როდესაც ჩაუდგეს ნარკოტიკული ნივთიერებები და იარაღი, მთელი დღის განმავლობაში ჯერ იმყოფებოდა პროკურატურასთან, მერე იმყოფებოდა მეშვიდე საპყრობილესთან, მე მივიყვანეს სახში, ნებისმიერი სახის იარაღი, არც იარაღი არ ქონდა, ბუნებრივია გამორჩა რა იმ სახის ნარკოტიკული ნივთიერებები ქონოდა, ამაზე მივაწვდი ინფორმაცია. დიახნინო ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანში დატოვებს აკაკი მიდაშვილი პროკურატურას და რა კითხვები დაუსვეს მას. გმადლობთ გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გეგი ქელბაქიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, არჩილ ჩოგოვაძე კი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სამშენებლო კომპანია NCC-ის გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანს 150.000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის არჩილ ჩოგოვაძის გათავისუფლებაზე კი სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. გეგი ქელბაქიანს თანხის გადასახდელად 30 დღიანი ვადა მიეცა, რის შედეგადაც ის სასჯელ აღსრულების დაწესებულებას დატოვებს. წინა სასამართლო ხდომა 2013 წლის 16 იანვარს პირველი საათისთვის ჩაინიშნა. გეგი ქელბაქიანი და არჩილ ჩოგოვაძე 2 დღის წინ დააკავეს გამოძიება მათ ქონების უკანონო ლეგალიზაციის გამო ედავება, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო იმსჯელა ერთადერთი და ძირითადი მოწმის ჩვენებაზე, რომელიც მიუთითებდა ჩოგოვაძის მხრიდან მასზე შესაძლო შეწყვეტის თაობაზე. გადახდას ვაპირებთ შეძლების დაგვარად როგორცაც მოახერხებთ. გამოძიებისთვის ცნობილია ყველა სახლის მფლობელი, უბრალოდ ცნობილია ეს ყველასთვის, ეს საჯარო ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ ვერჩი მოიძიოთ ეს ინფორმაცია. თან დაკავშირებით უკანონო მოპოვებულ სახსრების ლეგალიზაციის მსჯელობა ამაზე ადრეს მოგახსენეთ, სრული აბსურდია. ადამიანი საკუთარი კომპანიის, საკუთარი სახსრების თანამშრომლებენ გამოძიებასთან ამ კუთხით. დღემდე თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, მათ მისცეს ჩვენებები და უბრალოდ თავს არ ცნობენ ცხადია დამნაშავედ, მაგრამ ჩვენებების მიცემის და დოკუმენტების წარდგენის გზით ორივე ბრალდებული დღემდე თანამშრომლობს გამოძიებას. რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულება 53 პატიმარმა დატოვა. პატიმრების განცხადებით შეწყალება მათთვის მოულოდნელი იყო. ციხიდან გამოსულ პატიმრებს გარეთ ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებოდნენ. პატიმრები რუსთავის მე-16 და მე-17 საპატიმროდანაც გათავისუფლდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 519 პატიმარი შეიწყალა. მათი უმეტესობა ქალები და მძიმე ავადმყოფები არიან. ველოდებოდი. ხო, გამომიშვა გარეთავა. და დარჩილი მქონდა წელიწადი და ერთი. სასწრაფოდ მომაკითხე. 80 წლის ვარ. აქ ძალიან ბევრი საცოდავი პატიმარი, ავადმყოფები ძალიან ბევრი. და აი ვევედრები აქედან ჩვენს მთავრობას, პარლამენტს რო დროულად გამოუშვან. გვიანღამი დატოვა გლდანის მერვე საპყრობილე სოდის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 მაღალჩინოსანმა მათ სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. გამთენისას გლდანის მერვე საპყრობილე ვასილ ჯამალაშვილმა, გიორგი ყავლაშვილმა, ავთანდილ სოლომონიშვილმა და გიორგი ჯავახაძემ დატოვეს. სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჯავახიძეს 10.000 ლარის გადახდა დააკისრა. გიორგი ყავლაშვილს კი 15.000 ლარის, ჯამალაშვილს 3.000 ლარის, ხოლო სოლომონიშვილმა საპატიმრო 5.000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა. მაგასთან დაკავშირებით რო გითხრათ. ერთი წამით რაფერდის იქ. გათავისუფლებული იქნა პატიმრობიდან 4 პირი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ვასილ ჯამალაშვილი. მას შეეფარდა
გირაოს სახით 3000 ლარის გადახდა, რომელიც გადავიხადეთ და ვასილ ჯამალაშვილი უკვე თავისუფლებას. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა რა ჩვენი სარჩელი და აკმაყოფილა ჩვენი ალტერნატიული მოთხოვნა ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შესახებ 15000 ლარის ორდენობით და ამ გადაწყვეტილების განჩინების შედეგად განთავისუფლდა დღეს გიორგი ყავლაშვილი პატიმრობიდან. ჩვენ ვიტყოდით გიორგი ჯავახაძის განთავისუფლებას 10000 ლარი გირაოს შესაბამისად იგი განთავისუფლებულია და უკვე არის გამოსული და რაც არის ერთ-ერთი იმის ნიშანი, რომ სასამართლომ გამოიჩინა ნაწილობრივ ობიექტურობა. მე ვერ ვიტყვი ყველა განსაჯელთან მიმართ, რომელთან მიმართაც შეეძლო უფრო ლოიალური ყოფილიყო. პრეზიდენტის სასახლესთან ტყიბულელი მეშახტეების აქცია მიმდინარეობს. ისინი ძიძიგურის სახელობის მაღაროს დახურვას აპროტესტებენ. შრომის კოდექსის შეცვლას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მაღარო ერთი კვირის წინ გაჩერდა, ამის მიზეზად ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ნორმების არარსებობა დაასახელა. მაღაროში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მაღაროს გახსნის მოთხოვნით აქციას მართავენ. ამ შახტების გაჩერებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კომპანია GIG ჯგუფის მფლობელს დავით ბეჟუაშვილს, რომელმაც ბოლო ერთ თვეში მოლაპარაკებების დროს სამჯერ შეცვალა თავის პირობა მოლაპარაკებების შემდეგ. შევთანხმდით იმაზე, რომ სახელმწიფო ფონდი 900000 ლარამდე შემცირდებოდა, დაიდებოდა მემორანდუმი და იმუშავებდნენ ეს მეშახტეები. მეორე დილას თქვენს ისევ რომ არ მცირდება სახელმწიფო ფონდი და რომ დაიწყეს მეშახტეებმა მუშაობა, ამის შემდეგ დღეს გამოსცეს ბრძანება ძიძიგურის შახტის დაკეტვაზე. სადღაც 25 მეშახტე დღესაც ძიძიგურის შახტაში არის 300 მეტრის სიღრმეზე და იქიდან გამოსვლას არ აპირებს. ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა ამჟამად ჯგუფი, რომელმაც უნდა გაარკვიოს და რეალურად დადოს სიტუაცია. ამდენად შესაძლებელია ძიძიგურის შახტაზე მუშაობა. ზუსტად იცის ამ ხალხმა, რომ მათი უბედურების გასაღები არის ამ სასახლეში, იმიტომ რომ ბიზნესი როდესაც შეზრდილია ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ერთ პრეზიდენტთან, ის უკვე ბიზნესის გონებით და გულით კი არ მოქმედებს, არამედ მისი პატრონის ინიციატივებით მოქმედებს. პრეზიდენტი გიორგობის დღესასწაულს ქუთაისში შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი ბაგრატის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა. ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში და მე რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არ მივატოვებ, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში არ არის მარტივი დრო და სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ქვეყანა განსაცდელშია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებშიც კი როცა გაძლიერდა ინსტინქტები, რომ ამდენი წლის განმავლობაში შენების და განვითარების შემდეგ ნგრევა მოხდეს, განადგურება მოხდეს და ამისკენ მოწოდებები ისმის, ეს ვერ განხორციელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და ჩემის მხრივ მინდა ვთქვა, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში, ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ პრობლემებს, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. დღეს რა თქმა უნდა საქართველოში არ არის მარტივი დრო. საქართველოში სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმ პირობებშიც კი როცა გაძლიერდა ის ინსტინქტები, რომ ამდენი წლის განმავლობაში შენების განვითარების შემდეგ გრევა მოხდეს, ისევ განადგურება მოხდეს, ამისკენ მოწოდებები ისმის, ეს ვერ განხორციელდება მარტივ მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს, ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს კიდევ უფრო მეტად და ჩემის ხრი მინდა თქვა, რომ მე ჩემ ქვეყანას, ჩემ ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღშენებლობის დროს და მე რა თქმა უნდა ჩემ ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამის ძლევამოსილის და საკვირველმოქმედი გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა 23 ნოემბერს ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღევლინება. განსაკუთრებულად გიორგობასის ეკლესიები აღნიშნავენ, რომლებიც ამ წმინდანის სახელობისაა. პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად საზეიმო წირვა-ლოცვას სამების ტაძარში დაესწრო. ტაძარში ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არ ყოფნის გამო მეუფე იაკობმა აღავლინა. რომ რაღაცას რომ დავაშავებთ, შენდობის ხოვნის ვაჟკაცობა უნდა გქონდეს, თუნდაც უფალთან, თუნდაც საკუთარ ქვეყანასთან, სამშობლოსთან, თუნდაც თითოეულ ადამიანთან. ჩვენ აუცილებლად უნდა ვითხოვდეთ შენდობას, რომ ღმერთმა მოგვიტევოს. ცოტა ხნის წინ თხოვე ადამიანებს
რომ გადაეხედათ თავიანთი ცხოვრებისთვის და სინანული გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ იმ პროცესებისათვის, რაც ქართველმა ერმა აირჩია. მაგრამ მეტყობა ჯერჯერობით ვაჟკაცობა არ ყოფნით, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია, როდესაც წაგებული ომის მერე გამოდიხარ და იძახი რომ მოგებული ვარო, ჩვენ ქართველებმა წავაგეთ და რუსთაველზე როდესაც ბიჭების გვამები გაცეებული არ იყო, ვის მოუგეს მაინტერესებს. გიორგობის დღესასწაული საზღვრისპირა სოფელ მეჯვრისხევშიც აღნიშნეს. სოფელში გორის და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია ჩავიდა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა. სპეციალურად ამ დღისთვის სამების საკათედრო ტაძრიდან წმინდა გიორგის ხელნაწერი ხატი ჩამოაბრძანეს. მეჯვრისხევში წმინდა გიორგის ხუთსაუკუნოვანის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა. ტაძრის კურთხევას პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებიც დაესწრნენ. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას. დღეს სოფელ უსანეთში ტაძრის კურთხევა მოხდა, განახდა უსანეთის ტაძარი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, იმდენად რომ შიგნით შესვლაც კი სახიფათო ხდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს რესტავრაცია, რომელსაც აწარმოებდა ძეგლთა დაცვის სამსახური და დღევანდელ დღეს ვიზეიმეთ ამ ტაძრის ხელახალი გაახსნა. ზუსტად ასეა, წმინდა გიორგის ხელნაწერი ხატი სპეციალურად დღევანდელი დღესთვის ჩამოაბრძანეთ. ულოცავთ გიორგობას თელ საქართველოს, განსაკუთრებული დღესასწაული არის ხოლმე გორის რაიონში და განსაკუთრებულად ამ სოფელში მეჯვრისხევში, რომელიც არის კონფლიქტისპირა რეგიონის ერთ-ერთი უკანასკნელი სოფელი და ბუნებრივი ერთ-ერთი ტაძარი, რომელიც კონფლიქტის ზონაში არის დარჩენილი, მრევლი ვერ მიდიოდა და ვერ აღავლინდა ლოცვას. კულტურის მინისტრის მოადგილე მიური მეჩითოვმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბოლო დროინდელ მოვლენებზე განმარტებები გააკეთა. მეჩითოვმა განაცხადა, რომ მის შესახებ ფოტოები და ვიდეო მიზანმიმართულად ვრცელდება, რათა საზოგადოებაში ამან ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. მისი განცხადებით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში დაიდო 2011 წელს არის გადაღებული და მასში ნეგატიურ კონტექსტში არც ერთი კუთხის წარმომადგენელი არ არის მოხსენიებული. მეჩითოვმა საზოგადოებრივ განწყობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ თითოეული მოქალაქის აზრი უნდა მოისმინოს და გადაწყვეტილება საკეთილდღეოდ მიიღოს. აგორებულია შავი პიარი, ამას ქვია დიფამაცია იურიდიულ ენაზე და დასჯადია ეს ქმედება იმ ჯგუფის მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს დაიწყეს, იმიტომ რომ იგივე ის ვიდეო, რომელზეც ამდენი საუბარია, ეთერში და ქსელში დევს აგვისტოდან 2011 წლიდან, ეს არ არის ფარული ჩანაწერი, უბრალოდ ის იყო ჩანაწერი, იმგვარად რომ მე არც ვაქცევდი ყურადღებას, მე როცა ის გაჩნდა ლაივ ჟურნალში, დიმა ბერკუტის გადაღებული უკრაინელი ჟურნალისტია და მეორე ჟურნალისტის მახდამა და ეს მე არაფრით არ ჩავთვალე, მე ნახე ეს და შემეძლო ნებისმიერ დროს მეთქვა რომ მიდი ამბოიღე, მე ეს არ გავაკეთე, იმიტომ მე იქ არ ჩავთვალე რამე კრიმინალი რომ ანტარსებოს, მე არ ვნახე არავითარი შეურაცხყოფის ელემენტები, მაგრამ მოხდა მე ამ ვიდეოსი გადასხვაფერება, თარგმანი ძალიან უხეში და ბინძური თარგმანია, როჩას ან რუსულის თარჯიმანი ვერ ნახეს, ან მოუნდა სხვანაირად, მე არავითარი პოსტებისთვის არასდროს არ მიბრძოლია. მთელი ჩემი მოღვაწეობა სულ სხვა რამეს ემსახურებოდა და კარგად იცის საზოგადოება რას ემსახურებოდა ჩემი მოღვაწეობა. და ესე იგი გამადიდებელი მინით რაღაცის პოვნა, რაღაცა მე რაღაცაზე ვთქვი, ისე არ ვთქვი და რაღაცა ვთქვი. ბატონო, ეს ყოველთვის შედის შავი პიარის საქმიანობაში და ეს ყოველთვის იყო და იქნება. ვარდების რევოლუციიდან 9 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი ხელისუფლების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს. რატიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანამ დაამარცხა საბჭოთა რეჟიმი და კორუფცია ქვეყანამ გეზი აიღო დასავლეთისკენ. ამჟამინდელი ხელისუფლება კი ქართველებს ამ მონაპოვარს აკარგვინებს. რაც შეეხება შეცდომებს, რატიანის აზრით, ძირითადი აქცენტი სოციალურად დაუცველი ხალხის აზრის გაუთვალისწინებლობაა. რატიანი ამნისტიის შესახებ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიმინოგენული ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა თავად ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს. პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობდა ბევრი საქმე. წინა ხელისუფლებამ ბევრი რამე გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და უპირველეს ყოვლისა ინსტიტუციონალური მშენებლობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაკეთა კანონის უზენაესობისათვის და იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ყოფილიყო კანონის წინაშე თანასწორი. საქართველოს
ბოლო არჩევნების განმავლობაში გადადგა წინ ნაბიჯი, ესეც იყო უდიდესი გამარჯვება წინა ხელისუფლებისა, ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობა და ეს მშენებლობის პირველი ფურცელი დასრულდა მაშინ, როდესაც მან მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება სხვა ოპოზიციურ ძალას. რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში მეტ უფლებებს ითხოვს, ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელს აქვს. რეჟისორმა დღეს ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განმარტა თეატრში დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება. ცნობილი რეჟისორი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის ივლისში დაითხოვეს. სტურუას დათხოვნა მაშინ ქსენოფობიური განცხადებების გამო მოხდა. რა შეიცვალა ამ ერთ თვეში? ის აზრები, რომელიც ამ ერთი წლის მანძილზე და ცოტა მეტიც კი დამებდა, დამიგროვდა, საკმარისია, რომ მოვიდე თეატრში. მაგრამ აქ გარკვეულ პირობებს ვსვამ მე, იმიტომ რომ თუ შეიძლება რომ სხვა რეჟისორები ითავსებდნენ მართველის და სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს, მე ამ პირობით დავბრუნდები. პირველი პერიოდი მაინც როცა ესეთი ყველაზე რთული იქნება, და მქონდეს უფლებები მეტი, ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელს აქვს. მე გულისხმობ მართველს. საერთოდ ეს მართველი უცნაური ფიგურაა ქართულ თეატრში, იმიტომ თითქმის ცენზორს გავს, იმიტომ რომ ყოფილმა მთავრობამ ეს ამიტომ დააწესა კაცი, რომელიც მიხედავდა სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ ძალიან არ გაეფრინა, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით. და ეხლა მზადდება ახალი კანონი თეატრს და სანამ ეს კანონი ამოქმედდება, მე შევითავსებ ამ ორ იმას. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მოკლედ გაგაცნობთ დღის მთავარ მოვლენებს. გუდუშაურის კლინიკაში მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა სასჯელ აღსრულების მინისტრმა. სოზარ სუბარის განმარტებით კლინიკაში ინციდენტი ღამის 3 საათზე მოხდა. საავადმყოფოში 3 პატიმარი იმყოფებოდა, რომლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქსნის ციხიდან, მე-6 დაწესებულებიდან და ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ინციდენტი პატიმრების მიერ მეტ პერსონალის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა, რა დროსაც ბადრაგმა სიტუაციის განმოხტვა სადამ. პატიმრებმა მინები ჩაამტვრიეს და თვითდაზიანებები მიიღეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი 48 წლის ბადრაგი ჯამბულ ხომარაული, რომელიც ინციდენტისას კლინიკაში პატიმრებთან იმყოფებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. მას 4 შვილი დარჩა. გეგი ქელბაქიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. არჩილ ჩოგოვაძე კი სასამართლო პატიმრობაში დატოვა. სამშენებლო კომპანია NCC-ის გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანს 150.000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის არჩილ ჩოგოვაძის გათავისუფლებაზე კი სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. გეგი ქელბაქიანს თანხის გადასახდელად 30 დღიანი ვადა მიეცა, რის შემდეგაც ის სასჯელ აღსრულების დაწესებულებას დატოვებს. პრეზიდენტი გიორგო ბას ქუთაისში შეხვდა ქვეყნის პირველი პირი ბაგრატის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა. ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში და მე რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში არ არის მარტივი დრო და სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ქვეყანა განსაცდელშია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გაძლიერდა ინსტინქტები, რომ ამდენი წლის განმავლობაში შენების და განვითარების შემდეგ ნგრევა მოხდეს, განადგურება მოხდეს და ამისკენ მოწოდებები ისმის, ეს ვერ განხორციელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და ჩემის მხრივ მინდა ვთქვა, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის, ომის, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ პრობლემებს, განაცხადა მიხეილ სააკაშვილი. სამეგრელო ზემოსვანეთს ახალი საოლქო პროკურორი ყავს. როლან დახალაიას ადგილზე ვალერიან იოსავა დაინიშნა. მოადგილედ კი რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ნონა თოლორაია. ვალერიან იოსავა წარმოშობით ხობიდანაა, ის მარნეულის პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ახალი საოლქო პროკურორი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. განცხადება მედიასთან ნონა თოლორაიამ გააკეთა და საზოგადოებას რეგიონში სამართლიანობის აღდგენას დაპირდა. თოლორაიას განცხადებით საოლქო პროკურატურაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, თუმცა ვის შეეხება ჯერ ინფორმირებული
ინფორმირებული არ არის. საოლქო პროკურატურაში როლანდ ახალაიას დროს წარმოებული საქმეების გადახედვასაც გეგმავენ. ნონა თოლორაია რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წელს კი ის სასამართლო პროცესზე უკანონო განაჩენის გამოტანის ბრალდებით გაასამართლეს და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. თავად თოლორაია კი მის დაჭერაში მაშინდელ საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას ადანაშაულებს. მიკროფონები. ჩვენი მუშაობის სტილი იქნება, ამოცანა და პრინციპი იქნება მხოლოდ კანონიერება, სამართლიანობის აღდგენა, ობიექტურობა და ჰუმანურობა იმავდროულად. ყველა საქმე, ყველა საჩივარი არ დარჩება არც ერთი გადახედვის, გადასინჯვის თუ გამოძიებას მოითხოვს გამოძიების გარეშე, თუ სასამართლო წარმოებაშია გადასაგზავნი, ყველა გაიგზავნება სასამართლოში. ერთი რამე მართლა მინდა რომ დავარწმუნო საზოგადოება, დაგარწმუნო თქვენო, სამართლიანობა აღდგება ამ ქვეყანას და ამისთვის ვიბრძოლებთ. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ პაატა შავაძემ USAID-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმის და ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურებში მომუშავე რამდენიმე პროკურორს მანდატი აღარ უნდა გაუგრძელდეთ. მისი განცხადებით დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ სიმონ გოგოლიშვილმა, პროკურორებმა ზვიად ფხაკაძემ, მიქაელ ხობულაძემ, გიორგი თორდიამ, ზაზა მეტონიძემ, გიორგი ლილუაშვილმა და რომან ბოლქვაძემ. ასევე სოდის თანამშრომლებმა არჩილ ჯორთმენაძემ, მინდია კახიძემ და ირაკლი მეგრელიძემ. პაატა შავაძის განცხადებით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისინი მონაწილეობდნენ უამრავ უკანონო საქმეში და არ აქვთ უფლება საქმიანობა მომდევნო ხელისუფლებასთანაც გააგრძელონ. ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე 10 დღის ვადას აძლევს მათ დაკავებული თანამდებობის საკუთარი ნებით დასატოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს პროკურატურას მიმართავს. თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და დატოვონ პროკურატურის სისტემა. თუ კი ეს ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ შევეცდებით ავამოქმედოთ სამართლებრივი ზემოქმედების ყველა შესაძლო მექანიზმი და უკვე საქართველოს ხელმძღვანელობას, მთავრობის ხელმძღვანელობას, პროკურატურის ხელმძღვანელობას პირადად დავარწმუნო, რომ მათი ადგილი სისტემაში ნამდვილად აღარ არის. ზუგდიდელი მეწარმე ზაზა გოროზიას უჩივის 86 წლის ეთერ ცხადაიამ სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორის წინააღმდეგ საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ეთერ ცხადაია პრეზიდენტის რწმუნებულს ბიზნესის ტერორსა და გატაცებაში ადანაშაულებს. ცხადაია მისი ბიზნესის დაბლოკვაში ყოფილ მინისტრებს ვერა ქობალიას და ზურა პოლოლიკაშვილსაც დებს ბრალს. ეთერ ცხადაიას 2008 წელს საპრეზიდენტო პროგრამა იაფი კრედიტის ფარგლებში მეფრინველეობის ფაბრიკის ასაშენებლად 180.000 ლარი გამოიყო. შეპირებული 320.000 ლარი კი მთავრობამ არ მისცა, რის გამოც ცხადაიამ ზარალი განიცადა. სახელმწიფო მის ქონებას და მეფრინველეობის ფაბრიკას ყადაღა დაადო. ცხადაიამ საქმის გამოძიებისთვის არაერთ უწყებას და ქვეყნის პირველ პირსაც მიმართა, თუმცა შედეგი არ მიუღია. 43 განცხადება შევიტანა საოლქო პროკურატურაში. 4 განცხადება გენერალურ პროკურატურაში, 1 განცხადება იუსტიციის სამინისტროში. არავითარი რეაგირება ამ განცხადებებს ჩვენს არ მოყოლია. ზაზა გოროზიას ბანდამ ორჯერ გამიტაცა, მეორეჯერ გატაცებისას ხელების გადაგვეხით შემაგდეთ მანქანაში, სადაც ხელი მაქვს 2 ადგილას მოტეხილი, ამის საბოჩიც გამაჩინია. ხობის რაიონის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი მაკა ლატარია ფოთის სასამართლოსგან დირექტორის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს. ლატარიას განცხადებით სკოლიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხობის კოორდინატორად მუშაობდა. სასამართლოს არჩევის პარალელურად სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრსაც მიმართავს. მე ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია ხობის კოორდინატორი, სამართლიანი არჩევნების ხობის კოორდინატორის წარმომადგენელი და დირექტორისთვის ეს იყო მიუღებელი. სასამართლოსგან ვითხოვ შეისწავლოს ქალბატონი მანანა ბაძაღუას პიროვნება, მისი საქმიანობა, ასევე შეისწავლოს ჩემი მიმართებაში თუ რამდენად კანონის ფარგლებში მოახდინა ჩემი განთავისუფლება. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 9 ახალი ავტომობილი შეემატა. პაციენტის პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი Hyundai-ის ფირმის ავტომობილების შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 317.000 ლარი დაიხარჯა. ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის განცხადებით, მომავალ წელს 4 მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებისათვის ხელფასების მომატებაც იგეგმება.
სამი პატარა მანქანა ფუნქციონირებს ზამთარში 3 თვით და ზაფხულში 3 ასევე 3 თვით. ეს გამოწვეული არის ვირუსულ სეზონთან დაკავშირებით და ასევე დამსვენებელთა ზრდით, რომლის მთლიან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მერია. ყველა რაიონს, ყველა თვითმმართველობას არ აქვს იმის შესაძლებლობა ჩადოს ინვესტიციები ამ პროექტში და ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუხდით ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედაშვახევი ხულოს მიმართულებითაც. 73 წლის მარტოხელა მოხუცი, რომლის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სორტაში ნათესავის სახლში მძიმე პირობებში ცხოვრობს. გივი ძველაია ამბობს, რომ პენსია წამლებში არ ყოფნის. მარტოხელა მოხუცმა დახმარებისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონულ განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა დახმარება არ მიუღია. სააგენტოში ამბობენ, რომ არ იციან, რატომ შეფასდა გივი ძველაიას მდგომარეობა მაღალი ქულით, რის გამოც მას სოციალურად დაუცველი სტატუსი არ მიენიჭა. დაახსერეს ყველაფერი, გააგზავნეს თბილისში, ერთვის მე იქნება პასუხი, მოვიდა და ქულები გაქო დიდი. მე ვთხარი, რატომ მეთქი? ვერ გავიგე მეთქი, ამიხსენდი, იქ არ წერია თუ არის შემომიმთვალეს რაღაცა. არა, ასე მოვიდაო პასუხი და მე არაფერი არ ვიცი. დეკლარაციაში არის ყველაფერი დაფიქსირებული, როგორც განმარტა თვითონ გივიმ. Absolutურად ყველა პუნქტი, რაც განვიხილეთ, შეესაბამება სიმართლეს. ამას ადასტურებს ისიც, რომ დეკლარაცია არის ხელმოწერილი მის მიერ, რასაც ეთანხმება ბატონი გივი. მას აქვს შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ პენსია 107 ლარი. ამის გარდა არანაირი სხვა შემოსავლის წყარო არ არის. და სამწუხაროდ ეს რეიტინგი, რაც რითიც უკმაყოფილოა, ამ დროისათვის დადგენილი სრული ქულიდან გამომდინარე, არც სოციალური დახმარების დანიშნოს ითვალისწინებს და არც სამედიცინო დახმარების დაზღვევას. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის და ნამაშევის საჯარო სკოლების პედაგოგები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლებს არსებობიდან დღემდე არ ჩატარებია კაპიტალური რემონტი. მათივე თქმით, არსებობს ცენტრალური გათბობის პრობლემაც. ამასთან პედაგოგები ითხოვენ სკოლები ინტერნეტით უზრუნველყონ, რაც მოსწავლეებს საჭირო ლიტერატურის მოსაპოვებლად სჭირდებათ. ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია ამბობს, რომ სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის. რაც ბიუჯეტში შევიდა სკოლის ბიუჯეტში, სადაც დაფინანსება შეეცვალა, იმის მერე ხდება სკოლის ხარჯებით რემონტი, ანუ ძირითადი კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა სკოლას. დაუკავშირდით რამდენჯერმე რესურს ცენტრს, რამდენჯერმე დაუკავშირდით თბილისში შესაბამის ორგანოებს, მაგრამ მაინც და მაინც ვერ მოხერხდა ინტერნეტის სიხშირის მოწესრიგება სკოლაში. თუ ამის თანხები იქნება გამოყოფილი, ჩვენ რიგითობის პრობლემის რიგითობის მიხედვით გავახორციელებთ აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. კარები იქნება გამოსასვლელი, ფანჯარა იქნება გამოსასვლელი, თუ ის შესაბამისად კოსმეტიკურ თუ კაპიტალურ რემონტს მოითხოვს, ამ დატვირთვის მიხედვით განახორციელებთ აღნიშნული სამუშაოების შესრულებას. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა სასჯელ აღსრულების მინისტრმა. სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სისტემაში წესრიგის დამყარება ახალი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა. პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ციხეებში რეჟიმი მოიშალა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ ამ რეჟიმს. ეს იქნება ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი რეჟიმი. ის არ იქნება დამყარებული პატიმართა ღირსების ან სიცოცხლის ხელყოფაზე, განაცხადა სუბარმა. წესრიგის დამყარება არის ჩვენ უმთავრესი ამოცანა და ამ წესრიგს დავამყარებთ. თქვენ ხედავთ, რომ წესრიგის დამყარებისკენ მიდის საქმე. რეალურად, რაც არის რეალობა ჩვენ სინამდვილეში, იმ კადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც მოხდა სექტემბრის ბოლოს, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე პრაქტიკულად სრულად მოიშალა რეჟიმი და დღეს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ ამ რეჟიმს. ეს არ იქნება რეჟიმი, რომელიც იყო დამყარებული ადამიანების წამებაზე, მაგრამ ის იქნება ძალიან სამართლიანი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი რეჟიმი. ყველა ადამიანი, ვინც ეცდება დაარღვევს რეჟიმი, აგებს ძალიან პასუხს. თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არ იქნება რეჟიმი, რომელიც იქნება დამყარებული ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაზე ან მათი ღირსების ხელყოფაზე.
მინისტრმა ღუდუშაურის კლინიკაში მომხდართან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განმარტებით კლინიკაში ინციდენტი ღამის 3 საათზე მოხდა. საავადმყოფოში 3 პატიმარი იმყოფებოდა, რომლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქსნის ციხიდან მე-6 დაწესებულებიდან და ციხის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. ინციდენტი პატიმრების მიერ მედპერსონალის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა, რა დროსაც ბადრაგმა სიტუაციის განმუხტვა სადა. პატიმრებმა მინები ჩაამტვრიეს და თვითდაზიანებები მიიღეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი 48 წლის ბადრაგი ჯამბულ ხომარაული, რომელიც ინციდენტისას კლინიკაში პატიმრებთან იმყოფებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. მას 4 შვილი დარჩა. მე მინდა სამძიმარი გამოუცხადო ჯამბულ ხოშარაულის ოჯახს, ეს არის ბადრაგის თანამშრომელი, რომელიც გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს მის ოჯახის დახმარებისთვის. იქ იყო გაყვანილი 3 პატიმარი, ავადმყოფი პატიმრები, რომლებიც არ დაემორჩილებდნენ მკურნალობის რეჟიმს, მოხდა კონფლიქტი, მათ შორის მათ მიიყენეს თვითდაზიანებები, ეს კონფლიქტი იქნა აღკვეთილი, თუმცა ამავე დროს იქ მოხდა სამწუხარო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ბადრაგის თანამშრომელი წინასწარი მონაცემებით რადოსტის ექსპერტიზის დასწრება არ აქვს, მაგრამ გარდაიცვალა გულის შეტევით. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ის პატიმრები, რომლებიც არ დაემორჩილებდნენ წესრიგს, გამოძიების დამთავრების შემდეგ აგებენ პასუხს კანონის შესაბამისად. ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გარდაცვლილი ბადრაგი ჯერ პროზექტურაში, შემდეგ კი სახლში გადაასვენეს. ინციდენტი ღამით მოხდა. სახელდება ვერსია, რომ ბადრაგი გულის შეტევით გარდაიცვალა. კლინიკის ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა, რომ კლინიკაში მყოფი პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც მედპერსონალი შეესწრო. პატიმრები ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს და მათ ზადამხედველობას 10-ზე მეტი ბადრაგი უწევდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და ჩვენი ინფორმაციით ინციდენტის დამსწრე ყველა პირი, მათ შორის მედპერსონალი, დაკითხვაზე იმყოფება. მედპერსონალი აცხადებს, რომ დარბეულია პალატა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი, გარდაიცვალა ერთ-ერთი ბადრაგის ერთ-ერთი თანამშრომელი. მედმუშაკებით, სამედიცინო პერსონალიც, თვით ბადრაგიც, ვინც მონაწილეობდა ამ ინციდენტში და ვინც თვითმხილველია ამ ინციდენტის, მოდით ასე ვთქვათ, აძლევენ საგამოძიებო ღონისძიებაში ღებულობენ მონაწილეობას და ალბათ მათი ინფორმაციის შემდეგ გახდება ცნობილი ამ ფაქტთან დაკავშირებული დეტალები. აკაკი მინაშვილს პროკურატურა მოწმის სტატუსით კითხავს. უმცირესობის წევრი სამართალდამცველებმა 2 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შენახვასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. დაკავებამდე კი გუნავასთან ერთად არსებული ინფორმაციით აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. პროკურატურა კი უკვე დატოვა ვალერი გელაშვილმა, რომელიც ასევე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. დაკითხვაზე ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოიძახეს. გელაშვილმა განაცხადა, რომ მისი ცემა უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით განხორციელდა. ამ საქმეში ვანო მერაბიშვილი და კოდუაც ფიგურირებენ. საქმეს გადავხედეთ და რა ჩვენებები იყო, ვისი რა ჩვენებების განვიხილეთ და უბრალოდ დაიწყება ახლა ვიტო მოწმობის დაკითხვა. თქვენ არ მიგიციათ ჯერ? არა, ჯერ ძირითადად ჩვენება არ მიგიცია, მაგრამ რაც პირველი ჩვენება იყო, ის გავიარეთ ჩემი ჩვენებები. ანუ პირველი ჩვენება დაადასტურეთ თქვენ ახლა? კი. და ეს მაშინ ხელახლა მიცეთ გამოძიებაში და რა საჩვენების მიცემას აპირებთ ახლა უკვე ამ ახლა? ნუ რა ისევ რაც ადრეც იყო ახლა. შეცვლა არაფერი არ შეცვლა, ეს იყო დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში. და თქვენ მიცემთ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ უშუალოდ ჩვენებას? ეს ადრესი მიცია და ახლაც მიცია. ბატონ და რა ის უკავშირებს თქვენ? ეს იყო რეზიდენციის შენობასთან დაკავშირებით. ბატონ ვალერი, შემსრულებლები თუ არიან უკვე? კი, ეჩვენს არავინ არ არის პასუხებაში შემსრულებლებიც რო იყვნენ, მიხეილ სააკაშვილიც იქნებოდა ციხეში. შემსრულებლები ვინ არიან? კუდის თანამშრომლები. გეგი ქელბაქიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. არჩილ ჩოგოვაძე კი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სამშენებლო კომპანია NCC-ის გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანს 150.000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის არჩილ ჩოგოვაძის გათავისუფლებაზე კი სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. გეგი ქელბაქიანს თანხის გადასახდელად 30 დღიანი ვადა მიეცა, რის შედეგადაც ის სასჯელ აღსრულების დაწესებულებას დატოვებს. წინა სასამართლოს სხდომა 2013 წლის 16 იანვარს პირველი საათისთვის ჩაინიშნა. სასამართლო იმსჯელა ერთადერთი და ძირითადი მოწმის ჩვენებაზე, რომელიც მიუთითებდა ჩოგოვაძის მხრიდან მასზე შესაძლო შეწყვეტის თაობაზე. გადახდას ვაპირებთ
შეძლებს და გვარად როგორცაც მოახერხებთ. გამოძიებისთვის ცნობილია ყველა სახლის მფლობელი, უბრალოდ ცნობილია ეს ყველასთვის ეს საჯარო ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ რეჩი მოიძიოთ ეს ინფორმაცია. საკუთთან დაკავშირებით. უკანონო მოპოვებულ სახსრების ლეგალიზაცია შეიძლება ამაზე ადრეს მოგახსენეთ სრული აბსურდია ადამიანი საკუთარი კომპანიის საკუთარი სახსრების განკარგულობენ გამოძიებასთან ამ კუთხით. დღემდე თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან მათ მისცეს ჩვენებები და უბრალოდ თავს არ ცნობენ ცხადია დამნაშავედ მაგრამ ჩვენებების მიცემის და დოკუმენტების წარდგენის გზით ორივე ბრალდებული დღემდე თანამშრომლობს გამოძიებას. რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულება 53 პატიმარმა დატოვა. ციხიდან გამოსულ პატიმრებს გარეთ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. პატიმრები რუსთავის მე-16 და მე-17 საპატიმროდანაც გათავისუფლდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 519 პატიმარი შეიწყალა. მათი უმეტესობა ქალები და მძიმე ავადმყოფები არიან. კი ველოდებოდი. ხო, გამომიშვეს და გარეთავა. და დარჩილი მქონდა წელიწად და ერთი. სასწრაფოდ მომაკიდე. 80 წლის ვარ. აქ ძალიან ბევრი საცოდავი პატიმარია, ავადმყოფები ძალიან ბევრი. და აი ვევედრები აქედან ჩვენს მთავრობას პარლამენტს რო დროულად გამოუშვან. გვიანღამი დატოვა გლდანის მერვე საპყრობილე სოდის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 მაღალჩინოსანმა მათ სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. გამთენისას გლდანის მერვე საპყრობილე ვასილ ჯამალაშვილმა, გიორგი ყავლაშვილმა, ავთანდილ სოლომნიშვილმა და გიორგი ჯავახიძემ დატოვეს. სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჯავახიძეს 10,000 ლარის გადახდა დააკისრა. გიორგი ყავლაშვილს 15,000 ლარის, ჯამალაშვილს 3,000 ლარის, ხოლო სოლომნიშვილმა საპატიმრო 5,000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა. მაგასთან დაკავშირებით რო გითხრათ. ერთი წამით რეფორმის განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან 4 პირი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ვასილ ჯამალაშვილი. მას შეეფარდა გირაოს სახით 3,000 ლარის გადახდა, რომელიც გადავიხადეთ და ვასილ ჯამალაშვილი უკვე თავისუფლებას. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ჩვენი სარჩელი და აკმაყოფილა ჩვენი ალტერნატიული მოთხოვნა ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შესახებ 15,000 ლარის ორდენობით. და ამ გადაწყვეტილების განჩინების შედეგად განთავისუფლდა დღეს გიორგი ყავლაშვილი პატიმრობიდან. ჩვენ ვიტყოდით გიორგი ჯავახიძის განთავისუფლებას 10,000 ლარი გირაოს შესაბამისად იგი განთავისუფლებულია და უკვე არის გამოსული და რაც არის ერთ-ერთი იმის ნიშანი, რომ სასამართლომ გამოიჩინა ნაწილობრივ ობიექტურობა. მე ვერ ვიტყვი ყველა განსაჯელთან მიმართ, რომელთან მიმართაც შეეძლო უფრო ლოიალური ყოფილიყო. ციხიდან მერაბ ბრატიშვილის მიმართვას მიესალმებიან კონსტიტუციის 42 მუხლი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი. ორგანიზაციები ლოგიკურად მიიჩნევენ მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ პოლიტპატიმრის სტატუსის განხილვა პოლიტპატიმართა სიის გარეთ მოხდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სია, რომელსაც სამუშაო ჯგუფი განიხილავს, არ არის საფუძვლიანად შესწავლილი. მერაბ ბრატიშვილს კი ამ სიის საფუძველზე ციხის დატოვება არ სურს, რათა შემდგომში ეჭვები, რომელიც პოლიტპატიმართა სიამ გამოიწვია, საზოგადოებაში არ არსებობდეს. ბრატიშვილის მიმართ დღეს მისმა მეუღლემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა. ჩვენ ფაქტურად მე-6 წელია სასჯელს ვიხდით დაუმსახურებლად და ნამდვილად მე არ დაუშვებ იმას, რომ აი ესე დამატებული სიებით და შესაბამისად ვიღაცის განუხილველის საქმის გამო მოხდეს ამ ხალხის კიდე პატიმრობაში ყოფნა. კიდევ ერთხელ წარვადგენთ და მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მერაბ ბრატიშვილი ნამდვილად გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ეს საქმე უკვე შესწავლილია და ამაზე გადაწყვეტილება ჩვენს ორგანიზაციას უკვე მიღებული აქვს. ეს წერილი ძალიან კარგად გამოხატავს იმ
იმ დამოკიდებულებას, რაც პოლიტპატიმრების სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით შეიქმნა და სწორედ ის მიზეზები, რომელიც ახსნასაც ჩვენ საზოგადოებისთვის დიდი ხანია უკვე ვცდილობთ, რატო გამოვედით ჩვენ ამ ჯგუფიდან, ძალიან კარგად ახსნა ბატონმა მერაბმა და ეს მისი მხრიდან არის ძალიან დიდი ზნეობის, ძალიან მაღალი პასუხისგებლობის გამომხატველი ნაბიჯი, როდესაც ადამიანი, რომელიც თვითონ არის პოლიტპატიმარი, ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ესე დაიწყო ამ პოლიტპატიმრების საკითხებზე მუშაობა და ამდენი ეჭვი გაჩნდა ამ სიის მიმართ და ამდენი მithkma მოთქმაა, რომ ის მზად არის, რომ ამოღებულ იქნეს ამ სიიდან. პრეზიდენტის სასახლესთან დღეს ტყიბულელი მეშახტეების აქცია გაიმართა. ისინი ძიძიგურის სახელობის მაღაროს დახურვას აპროტესტებენ. ასევე შრომის კოდექსის შეცვლას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მაღარო ერთი კვირის წინ გაჩერდა, ამის მიზეზად ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ნორმების არარსებობა დაასახელა. მაღაროში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მაღაროს გახსნის მოთხოვნით აქციას მართავენ. ამ შახტების გაჩერებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კომპანია GIG ჯგუფის მფლობელ დავით ბეჟუაშვილს, რომელმაც ბოლო ერთ თვეში მოლაპარაკებების დროს სამჯერ შეცვალა თავის პირობა მოლაპარაკებების შემდეგ. შევთანხმდით იმაზე, რომ სახელმწიფო ფონდი 900,000 ლარამდე შემცირდებოდა, დაიდებოდა მემორანდუმი და იმუშავებდნენ ეს მეშახტეები. მეორე დილას თქვენს ისევ რომ არ მცირდება სახელმწიფო ფონდი და რომ დაიწყეს მეშახტეებმა მუშაობა, ამის შემდეგ დღეს გამოსცეს ბრძანება ძიძიგურის შახტის დაკეტვაზე. სადღაც 25 მეშახტე დღესაც ძიძიგურის შახტაში არის 300 მეტრის სიღრმეზე და იქიდან გამოსვლას არ აპირებს. ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა ამჟამად ჯგუფი, რომელმაც უნდა გაარკვიოს და რეალურად დადოს სიტუაცია. ამდენად შესაძლებელია ძიძიგურის შახტაზე მუშაობა. ზუსტად იცის ამ ხალხმა, რომ მათი უბედურების გასაღები არის ამ სასახლეში, იმიტომ რომ ბიზნესი როდესაც შეზრდილია ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ერთ პრეზიდენტთან, ის უკვე ბიზნესის გონებით და გულით კი არ მოქმედებს, არამედ მისი პატრონის ინიციატივებით მოქმედებს. პრეზიდენტი გიორგობის დღესასწაულს ქუთაისში შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი ბაგრატის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა. ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში და მე რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არ მივატოვებ, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში არ არის მარტივი დრო და სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ქვეყანა განსაცდელშია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებშიც კი როცა გაძლიერდა ინსტინქტები, რომ ამდენი წლის განმავლობაში შენების და განვითარების შემდეგ ნგრევა მოხდეს, განადგურება მოხდეს და ამისკენ მოწოდებები ისმის, ეს ვერ განხორციელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და ჩვენის მხრივ მინდა ვთქვა, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის, ომის, გაჭირვების, აღმშენებლობის დროს და მე რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ პრობლემებს, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამის ძლევა შემოსილის და საკვირველ მოქმედი გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა 23 ნოემბერს ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღევლინება. განსაკუთრებულად გიორგობას ის ეკლესიები აღნიშნავენ, რომლებიც ამ წმინდანის სახელობისაა. პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად საზეიმო წირვა-ლოცვას სამების ტაძარში დაესწრო. ტაძარში ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არყოფნის გამო მეუფე იაკობმა აღავლინა. რომ რაღაცას რომ დავაშავებთ, შენდობის თხოვნის ვაჟკაცობა უნდა გქონდეს, თუნდაც უფალთან, თუნდაც საკუთარ ქვეყანასთან, სამშობლოსთან, თუნდაც თითოეულ ადამიანთან. ჩვენ აუცილებლად უნდა ვითხოვდეთ შენდობას, რომ ღმერთმა მოგვიტევოს. ცოტა ხნის წინ თხოვე ადამიანებს, რომ გადაეხედათ თავიანთი ცხოვრებისთვის და სინანული გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ იმ პროცესებისათვის, რაც ქართველმა ერმა აირჩია. მაგრამ მეტყობა ჯერჯერობით ვაჟკაცობა არ ყოფნით, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია, როდესაც წაგებული ომის მერე გამოდიხარ და იძახი რომ მოგებული ვარო, ჩვენ ქართველებმა წავაგეთ და რუსთაველზე როდესაც ბიჭების გვამები გაცეებული არ იყო, ვის მოუგეს მაინტერესებს.
გიორგობის დღესასწაული საზღვრისპირა სოფელ მეჯვრისხევშიც აღნიშნეს. სოფელში გორის და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია ჩავიდა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა. სპეციალურად ამ დღისთვის სამების საკათედრო ტაძრიდან წმინდა გიორგის ხელნაწერი ხატი ჩამოაბრძანეს. მეჯვრისხევში წმინდა გიორგის ხუთსაუკუნოვანი ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა. ტაძრის კურთხევას პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებიც დაესწრნენ. ილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას. დღეს სოფელ უსანეთში ტაძრის კურთხევა მოხდა, განახდა უსანეთის ტაძარი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, იმდენად რომ შიგნით შესვლაც კი სახიფათო ხდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს რესტავრაცია, რომელსაც აწარმოებდა ძეგლთა დაცვის სამსახური და დღევანდელ დღეს ვიზეიმეთ ამ ტაძრის ხელახალი გაახსნა. ზუსტად ასეა, წმინდა გიორგის ხელნაწერი ხატი სპეციალურად დღევანდელი დღესთვის ჩამოაბრძანეთ. ულოცავთ გიორგობას თელ საქართველოს, განსაკუთრებული დღესასწაული არის ხოლმე გორის რაიონში და განსაკუთრებულად ამ სოფელში მეჯვრისხევში, რომელიც არის კონფლიქტისპირა რეგიონის ერთ-ერთი უკანასკნელი სოფელი და ბუნებრივი ერთ-ერთი ტაძარი, რომელიც კონფლიქტის ზონაში არის დარჩენილი, მრევლი ვერ მიდიოდა და ვერ აღავლენდა ლოცვას. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს კონფერენციაში 10 წელი პრაღის სამიტის შემდეგ. სახელმწიფო მინისტრმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიტვის რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე ლიტვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს-ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებისა და მხრივ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ჩვენ გავაგრძელებთ ღია ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი. საქართველო გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტებზე დადებულ დეკლარაციაზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველო შევა ნატოში. კულტურის მინისტრის მოადგილე მიური მეჩითოვმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე განმარტებები გააკეთა. მეჩითოვმა განაცხადა, რომ მის შესახებ ფოტოები და ვიდეო მიზანმიმართულად ვრცელდება, რათა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. მისი თქმით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში დაიდო 2011 წელს არის გადაღებული და მასში ნეგატიურ კონტექსტში არც ერთი კუთხის წარმომადგენელი არ არის მოხსენიებული. მეჩითოვმა საზოგადოებრივ განწყობაზეც ისაუბრა და დააზიანა, რომ ხელისუფლებამ თითოეული მოქალაქის აზრი უნდა მოისმინოს და გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილ დღეოდ მიიღოს. აგორებულია შავი პიარი, ამას ქვია დიფამაცია იურიდიულ ენაზე და დაჟადია ეს ქმედება იმ ჯგუფის მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს დაიწყეს, იმიტომ რომ იგივე ის ვიდეო, რომელზეც ამდენი საუბარია, ეთერში და ქსელში დევს აგვისტოდან 2011 წლიდან, ეს არ არის ფარული ჩანაწერი, უბრალოდ ის იყო ჩანაწერი იმგვარად, რომ მე არც ვაქცევდი ყურადღებას, მე როცა ის გაჩნდა ლაივ ჟურნალში, დიმა ბერკუტის გადაღებული უკრაინელი ჟურნალისტია და მეორე ჟურნალისტის მახდა მან და ეს მე არაფრით არ ჩავთვალე, მე ვნახე ეს და შემეძლო ნებისმიერ დროს მე თქვა რომ მიდი ამბოიღე, მე ეს არ გავაკეთე, იმიტომ მე იქ არ ჩავთვალე რამე კრიმინალი რომ ანტარსებოს, მე არ ვნახე არავითარი შეურაცხყოფის ელემენტები, მაგრამ მოხდა მე ამ ვიდეოსი გადასხვაფერება, თარგმანი ძალიან უხეში და ბინძური თარგმანია, როჩას ან რუსულის თარჯიმანი ვერ ნახეს, ან მოუნდა სხვანაირად, მე არავითარი პოსტებისთვის არასდროს არ მიბრძოლია. მთელი ჩემი მოღვაწეობა სულ სხვა რამეს ემსახურებოდა და კარგად იცის საზოგადოება რას ემსახურებოდა ჩემი მოღვაწეობა. და ესე იგი გამადიდებელი მინით რაღაცის პოვნა, რაღაცა მე რაღაცაზე ვთქვი, ისე არ ვთქვი და რაღაცა ვთქვი. ბატონო, კი ბატონო, ეს ყოველთვის შედის შავი პიარის საქმიანობაში და ეს ყოველთვის იყო და იქნება. ბარდების რევოლუციიდან 9 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი ხელისუფლების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს. რატიანის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანამ დაამარცხა საბჭოთა რეჟიმი და კორუფცია ქვეყანამ გეზი აიღო დასავლეთისკენ. ამჟამიდელი ხელისუფლება კი ქართველებს ამ მონაპოვარს აკარგვინებს. რაც შეეხება შეცდომებს, რატიანის აზრით ძირითადი აქცენტი სოციალურად დაუცველი ხალხის აზრის გაუთვალისწინებლობა იყო. რატიანი ამნისტიის შესახებ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიმინოგენული ვითარების მწვავებაზე პასუხისმგებლობა თავად ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს. წინა ხელისუფლებამ ბევრი რამე გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და
უპირველეს ყოვლისა ინსტიტუციონალური მშენებლობისათვის მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაკეთა კანონის უზენაესობისათვის და იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ყოფილიყო კანონის წინაშე თანასწორი, საქართველოს ბოლო არჩევნების განმავლობაში გადადგა წინ ნაბიჯი, ესეც იყო უდიდესი გამარჯვება წინა ხელისუფლებისა, ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობა და ეს მშენებლობის პირველი ფურცელი დასრულდა მაშინ, როდესაც მან მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება სხვა ოპოზიციურ ძალას. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მოკლედ გაგაცნობთ დღის მნიშვნელოვან მოვლენებს. სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა სასჯელ აღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სისტემაში წესრიგის დამყარება ახალი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა. პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ციხეებში რეჟიმი მოიშალა და ჩვენ ნაბიჯ აღვადგენთ ამ რეჟიმს. ეს იქნება ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი რეჟიმი. ის არ იქნება დამყარებული პატიმართა ღირსების ან სიცოცხლის ხელყოფაზე, აცხადებს სუბარი. მინისტრმა დღესვე ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარ ფაქტზეც ისაუბრა. საავადმყოფოში პატიმრებთან დაკავშირებული ინციდენტიდან რამდენიმე საათში ბადრაგი ჯამბულ ხოშარაული გარდაიცვალა. გეგი ქელბაქიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. არჩილ ჩოგოვაძე კი სასამართლო პატიმრობაში დატოვა. სამშენებლო კომპანია NCC-ის გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანს 150.000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის არჩილ ჩოგოვაძის გათავისუფლებაზე კი სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. გეგი ქელბაქიანს თანხის გადასახდელად 30 დღიანი ვადა მიეცა, რის შემდეგაც ის სასჯელ აღსრულების დაწესებულებას დატოვებს. პრეზიდენტი გიორგობას ქუთაისში შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი ბაგრატის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარის გააკეთა. ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში და მე რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არ მივატოვებ, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში არ არის მარტივი დრო და სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ქვეყანა განსაცდელშია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებშიც კი როცა გაძლიერდა ინსტინქტები, რომ ამდენი წლის განმავლობაში შენების და განვითარების შემდეგ ნგრევა მოხდეს, განადგურება მოხდეს და ამისკენ მის მოწოდებები ისმის, ეს ვერ განხორციელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და ჩემი მხრივ მინდა ვთქვა, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის, გაჭირვების, ომის, აღმშენებლობის დროს და მე რა თქმა უნდა ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სამეგრელო ზემოსვანეთს ახალი საოლქო პროკურორი ყავს. როლანდ ახალაიას ადგილზე ვალერიან იოსავა დაინიშნა. მოადგილედ კი რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ნონა თოლორაია. ვალერიან იოსავა წარმოშობით ხობიდან არის. ის მარნეულის პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ახალი საოლქო პროკურორი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. განცხადება მედიასთან ნონა თოლორაიამ გააკეთა და საზოგადოებას რეგიონში სამართლიანობის აღდგენას დაპირდა. თოლორაიას განცხადებით საოლქო პროკურატურაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, თუმცა შეეხება ეს ჯერ ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. საოლქო პროკურატურაში როლანდ ახალაიას დროს წარმოებული საქმეების გადახედვასაც გეგმავენ. ნონა თოლორაია რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წელს კი ნონა თოლორაია სასამართლო პროცესზე უკანონო განაჩენის გამოტანის ბრალდებით გაასამართლეს და 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. თავად თოლორაია მის დაჭერაში მაშინდელ საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას ადანაშაულებს. ჩვენი მუშაობის სტილი იქნება, ამოცანა და პრინციპი იქნება მხოლოდ კანონიერება, სამართლიანობის აღდგენა, ობიექტურობა და ჰუმანურობა იმავდროულად. ყველა საქმე, ყველა საჩივარი არ დარჩება არც ერთი გადახედვის, გადასინჯვის თუ გამოძიებას მოითხოვს გამოძიების გარეშე, თუ სასამართლო წარმოებაშია გადასაგზავნი, ყველა გაიგზავნება სასამართლოში. ერთი რამე მართლა მინდა რომ დავარწმუნო საზოგადოება, დაგარწმუნო თქვენ, რომ სამართლიანობა აღდგება ამ ქვეყანას და ამისთვის ვიბრძოლებთ. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ პაატა შავაძემ USAID-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმის და ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურებში მომუშავე რამდენიმე პროკურორს მანდატი აღარ უნდა გაუგრძელდეთ. მისი განცხადებით დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ სიმონ გოგოლიშვილმა. პროკურორებმა ზვიად ფხაკაძემ, მიქაელ ქობულაძემ, გიორგი თორდიამ, ზაზა მეტონიძემ, გიორგი ლილუაშვილმა და რომან ბოლქვაძემ. ასევე სოდის თანამშრომლებმა არჩილ ჯორთმენაძემ, მინდია კახიძემ
მოდემ და ირაკლი მეგრელიძემ. პაატა შავაძის განცხადებით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისინი მონაწილეობდნენ უამრავ უკანონო საქმეში და არ აქვთ უფლება საქმიანობა მომდევნო ახალ ხელისუფლებასთანაც გააგრძელონ. ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე 10 დღის ვადას აძლევს მათ დაკავებული თანამდებობების საკუთარი ნებით დასატოვებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს პროკურატურას თავად მიმართავს. აჭარის პროკურატურაში არის ზვიად მხაკაძე და მიქაელ ვითვალეცინებთ ჩვენთან შემოსულ. თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და დატოვონ პროკურატურის სისტემა. თუ კი ეს ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ შევეცდებით ავამოქმედოთ სამართლებრივი ზემოქმედების ყველა შესაძლო მექანიზმი და უკვე საქართველოს ხელმძღვანელობას, მთავრობის ხელმძღვანელობას, პროკურატურის ხელმძღვანელობას პირადად დავარწმუნო, რომ მათი ადგილი სისტემაში ნამდვილად აღარ არის. ზუგდიდელი მეწარმე ზაზა გოროზიას უჩივის 86 წლის ეთერ ცხადაიამ სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორის წინააღმდეგ საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ეთერ ცხადაია პრეზიდენტის რწმუნებულს ბიზნესის ტერორსა და გატაცებაში ადანაშაულებს. ცხადაია მისი ბიზნესის დაბლოკვაში ყოფილ მინისტრებს ვერა ქობალიას და ზურაბ პოლოლიკაშვილსაც დებს ბრალს. ეთერ ცხადაიას 2008 წელს საპრეზიდენტო პროგრამა იაფი კრედიტის ფარგლებში მეფრინველეობის ფაბრიკის ასაშენებლად 180,000 ლარი გამოეყო. შეპირებული 320,000 ლარი კი მთავრობამ არ მისცა, რის გამოც ცხადაიამ ზარალი განიცადა. სახელმწიფო მის ქონებას და მეფრინველეობის ფაბრიკას ყადაღა დაადო. ცხადაიამ საქმის გამოძიებისათვის არაერთ უწყებას და ქვეყნის პირველ პირსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. 43 განცხადება შევიტანა საოლქო პროკურატურაში. 4 განცხადება გენერალურ პროკურატურაში, 1 განცხადება იუსტიციის სამინისტროში. არავითარი რეაგირება ამ განცხადებებს ჩვენს არ მოყოლია. ზაზა გოროზიას ბანდამ ორჯერ გამიტაცა. მეორეჯერ გატაცებისას ხელების გადაგვეხით შემაგდეს მანქანაში, სადაც ხელი მაქვს ორი ადგილას მოტეხილი, ამის საბოჩიც გამაჩნია. ხობის რაიონის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი მაკალატარია ფოთის სასამართლოსგან დირექტორის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს. ლატარიას განცხადებით სკოლიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხობის კოორდინატორად მუშაობდა. სასამართლოს არჩევის პარალელურად სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრსაც მიმართავს. მე ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია ხობის კოორდინატორი, სამართლიანი არჩევნების ხობის კოორდინატორის წარმომადგენელი და დირექტორისთვის ეს იყო მიუღებელი. სასამართლოს განვითხოვ შეისწავლოს ქალბატონი მანანა ბაძაღუას პიროვნება, მისი საქმიანობა, ასევე შეისწავლოს ჩემ მიმართებაში თუ რამდენად კანონის ფარგლებში მოახდინა ჩემი განთავისუფლება. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 9 ახალი ავტომობილი შეემატა. პაციენტის პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი Hyundai-ის ფირმის ავტომობილების შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 317,000 ლარი დაიხარჯა. ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის განცხადებით მომავალ წელს 4 მაღალი გამავლობის ავტომობილი შეძენა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებისათვის ხელფასების მომატებაც იგეგმება. სამი პატარა მანქანა ფუნქციონირებს ზამთარში 3 თვით და ზაფხულში 3 ასევე 3 თვით. ეს გამოწვეული არის ვირუსულ სეზონთან დაკავშირებით და ასევე დამსვენებელთა ზრდით, რომლის მთლიან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მერია. ყველა რაიონს, ყველა თვითმმართველობას არ აქვს იმის შესაძლებლობა ჩადოს ინვესტიციები ამ პროექტში და ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუხდით ქომულეთის, ხელვაჩაურის, ქედაშვახევის ხულოს მიმართულებითაც. 73 წლის მარტოხელა მოხუცი, რომლის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სორტაში ნათესავის სახლში მძიმე პირობებში ცხოვრობს. გივიძველაია ამბობს, რომ პენსია წამლებში არ ყოფნის. მარტოხელა მოხუცმა დახმარებისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონულ გაყოფილებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა დახმარება არ მიუღია. სააგენტოში ამბობენ, რომ არ იციან, რატომ შეფასდა გივიძველაიას მდგომარეობა მაღალი ქულით, რის გამოც მას სოციალურად დაუცველი სტატუსი არ მიანიჭას. აღწერეს ყველაფერი, გააგზავნეს თბილისში, ერთვის მე იქნება პასუხი, მოვიდა და ქულები გაქო დიდი. მე ვთხარი, რატომ მეთქი? ვერ გავიგე მეთქი, ამიხსენდი, იქ არ წერია თუ არის შემომიმთვალეს რაღაცა. არა, ასე მოვიდაო პასუხი და მე არაფერი არ ვიცი. დეკლარაციაში არის ყველაფერი დაფიქსირებული, როგორც განმარტა თვითონ გივიმ.
აბსოლუტურად ყველა პუნქტი რაც განვიხილეთ შეესაბამება სიმართლეს. ამას ადასტურებს ისიც რომ დეკლარაცია არის ხელმოწერილი მის მიერ, რასაც ეთანხმება ბატონი გივი. მას აქვს შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ პენსია 107 ლარი. ამის გარდა არანაირი სხვა შემოსავლის წყარო არ არის. და სამწუხაროდ ეს რეიტინგი, რაც რითიც უკმაყოფილოა, ამ დროისათვის დადგენილი სრული ქულიდან გამომდინარე, არც სოციალური დახმარების დანიშნვას ითვალისწინებს და არც სამედიცინო დახმარების დაზღვევას. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის და ნამაშევის საჯარო სკოლების პედაგოგები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლებს არსებობიდან დღემდე კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. მათივე თქმით, არსებობს ცენტრალური გათბობის პრობლემაც. ამასთან პედაგოგები ითხოვენ სკოლები ინტერნეტით უზრუნველყონ, რაც მოსწავლეებს საჭირო ლიტერატურის მოსაპოვებლად სჭირდებათ. ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია ამბობს, რომ სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის. რაც ბიუჯეტში შევიდა სკოლის ბიუჯეტში, რადგან დაფინანსება შეეცვალა, იმის მერე ხდება სკოლის ხარჯებით რემონტი, ანუ ძირითადი კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა სკოლას. დაუკავშირდით რამდენჯერმე რესურს ცენტრს, რამდენჯერმე დაუკავშირდით თბილისში შესაბამის ორგანოებს, მაგრამ მაინც და მაინც ვერ მოხერხდა ინტერნეტის სიხშირის მოწესრიგება სკოლაში. თუ ამის თანხები იქნება გამოყოფილი, ჩვენ რიგითობის პრობლემის რიგითობის მიხედვით განვახორციელებთ აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. კარები იქნება გამოსასვლელი, ფანჯარა იქნება გამოსასვლელი, თუ ის შესაბამისად კოსმეტიკურ თუ კაპიტალურ რემონტს მოითხოვს, ამ დატვირთვის მიხედვით განვახორციელებთ აღნიშნული სამუშაოების შესრულებას.